მოგესალმებით მეგობრებო. დღეს დიდი ალბათობით ვფიქრობ, რომ ეს იქნება ბოლო სერია. ნუ ნახოთ. შეიძლება ამას გარდა, ყოველ შემთხვევაში ორ სერიაზე მეტი მართლა აღარ მგონია გამოვიდეს. თუ მთელ რუკაზე არ წავალ და მთელ რუკას არ დავიპყრობ და ამდენს გინდა თაბა, ძირითადი თემის დაპყრობის მერე დამიწერეთ, რომ მთელ რუკის დაპყრობაზე წავიდე. მთელ რუკაზე რო აი ეს თლიანი რაც არის, რა ეს მთელი აი ეს დიდ მსოფლიო იმპერიად რო ვაქციო. მოკლედ, მაგის მერე ამ კამპანიას რომ მორჩები, ალბათ 1-2 დღე დავისვენებ. საქმეებს გავაკეთებ ჩემსას. საქმეები კი პრინციპში ხაც მოხმარა მაინც. მერე უფრო მეტად და მერე უკვე დავიწყებ ახალ კამპანიას ალბათ. თქვენ მანამდე არ მოიწყინოთ. არ შეგეჩინდეთ და ციტყვის დამიწერეთ რა, კომენტარებში დამიწერეთ ყველაფერი, რასაც ფიქრობთ ამ ყველაფერთან დაკავშირებით. და აქ რა გვინდა ეს ფლოტი, როგორც წინა სერიაში მახსენდება, თქვი რომ აქეთ დესანტი უნდა გადმოისხოს, ციპიონები შევაწუხოთ. და რა ვიცი, გავაგზავნოთ, ხო, გავაგზავნოთ, ხანა ბიჭი გამოვტოვოთ. და როგორც მოსალოდნელი იყო. და საბერძნეთში შეჭრას მაქსიმალურად ცდილობენ, რომ შეეჩერონ რომ დაახვეთონ. მაგრამ მე რა თქმა უნდა, რაც მიყვარს ხოლმე ახლა გავაკეთებ ფილმს. რატო რა ვერ განვალაგებ თუ რა, ჩემი რამე ისე ჩემი ნება არ არის? Сегодня будет много работы. Давицкот, шевелеру Давицкот. ადგილი ეს მაიმე როგორ მიყვარს. მაგრამ აი ეს დავდოთ სიმბოლში, მართლა ის ხوار ვარ ხო ის.
აგრევე გაიქცნენ. Вражеский полководец бежит. Усиливайте давление, чтобы сломить мужество всей армии. Наполнили ужасом сердце вражеского полководца. Слава великим богам! Вражеский полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов. სერბიოსო წალობდნენ ისინი არის ქალაქურთა ჰოპო Слава богам! Слава великим богам! Вражеский полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах. Гадяга бугавт, ყველაში гадяга бугавთ. Попულიტების მადლი. Вражеская армия бежит. Преследуйте их и вытесните с поля боя. სადღაც 900 ადამიანამდე ამათაც ოჯახ. ძიებ ბრძოლა იყო რა, ძალიან. აქეცაც ცდილობენ რომ უკანასკნელი ძალებით კონტროლზე წამოვიდნენ, მაგრამ არ გამოუვათ. მე მაკარგიებენ უბრალოდ დროს.
вражеский полководец убит. И сейчас его люди боятся нас. Настало время форсировать атаку. Им победа! ანუ ვინმე სახს ნახო არ გჭირდებათ ეს კოლიზეუმს როცა აშენებ თამაშების ინტენსივობის გასწორება როგორ უნდა წესრიგის დაცვისთვის ანუ ავარაუდებია ისე რომ ყველა რომაელები გასართობად აწყობდნენ ხოლმე თამაშებს შესაბამისად აი აქაც მეგობრებო ესეთივე პრინციპით არის აი ეს აკვედუკები მოედნები ასე შემდეგ ბევრი რამე რა ერთ სიტყვით რომ წესრიგს მოებს წესრიგის დაცვას მომსახურებს მე უკვე ქალაქებში აქ ბევრი ბერკეტია აი ბარბაროსულ ფრაქციებს ესეთი ბერკეტები არ აქვთ მაგალითად იქ შენდება რაღაც ტავერნა ტაძარი და მეტი ისეთი მნიშვნელოვანი აღარც არაფერია და აქ შედარებით პირიქით არის ყველაფერი და შედარებით უფრო მარტივად იმიტომ რომ იყო ცივილიზაცია, რომ იყო ძალა, რომ იყო ღირსება და ეს ყველაფერი იყო ერთად და ზუსტად მაგით. მაგრამ რადიკალურად არის შეცვლილი ატილაში და ბარბარიან ინვიჟენში ყველაფერი. მოცემულ შემთხვევაში უკვე ყველაფერი იქ რომის საწინააღმდეგოდ არის, მაგრამ რომს ძალიან ბევრი ისეთი ლაიფჰაკი აქვს დატოვებული, რომელიც არც ერთ ფრაქციას არ აქვს. მე გამორიცხული ამბავია. აქ ხა მე მგონი არის ხო აზრს არ არის მოკლებული ის გადაწყვეტილება რომ ამარ მიცოდა ხან უკან დავიხიო ძალები აღვიდგინო და შეგრძნება მივიღო. ნუ არ იქნება ცუდი. აქ უკან შევიდეთ. ვა საერთოდაც თეწლით император ესეთი რაღაცა ვქნათ господин полководец вперед ამ ქალაქს ისინი აღარ ჭირდება ესედაც დენი ლეგიონერი ახალ-ახალი ერთეულები უბრძოლველად ისთვის უნდა იყვნენ ხო ქალაქში მომეთანხმებით Итальянец. Ого. Господин. Ай, сын издачный. О. Амат გავატაროთ. ეს. იმპერატორ. გადამზადება, აღდგენა. უკვე ორი გენერალი ყავთ ცალ-ცალკე არმიებით. აქ საერთოდ კიდევ ეს დაბერდა ეს საცოდა ბრძოლებშიც და შრომაში ნახე. გაჭაღარავდა ხო? Господин! Готовьтесь к бою! ეგვიპტელებს ჩვენ საზღვრებთან საკმაოდ არმიები ყავდათ ხოლმე, მაგრამ მე მგონი ხელი აიღეს დაიხსნეს საერთოდ აზიის პროვინციებზე ოცნებას. Полководец! Император! Император! Господин!
აი აქ გადის ახლა ჩვენი საზღვრები, სადღაც გაყოფილი გვაქვს. აღმოსავლეთ ნაწილი მცირე აზიის თავის ძალიან დიდი ნაყოფიერი ქალაქებით ამათ ხელშია, იმიტომ ქვია ზესახელმწიფო ახლა ამათ. სკვითებსაც მე მგონი მყარი პოზიციები უკავიათ ერთ დიპლომატიაში ვნახავ ესენი როგორ არიან ერთმანეთთან ებრძვიან ტრებიო ეგვიპტის აი პონტოელებთან ებრძვის და აქეთ აღარ ჩანს მართიელებთან იბრძვის პონტოსთან და იქით აი ახლა სკვითებს ვნახავ უბრალოდ აბა ესეც მარტო პონტოსთან სკვითები და ეგვიპტელები ერთმანეთთან არ იბრძვიან აშკარად აქ რა ხდება ახლა ხო აქ ფლოტი დაგვიმთავრებია შვენიერი აი ამ არმიების ნაწილის მთელი ქალაქიდან ეს ადამიანი ჩავსვათ და მოულოდნელი სიურპრიზი შეგვიძლია გავუკეთოთ სციპიონებს აი აქ მესანასთან ესე Атаковать врага! Осаждаем поселение, господин! Поселение в осаде, господин! Да, капитан! Да, капитан! Я думаю... აქ შემოჟონილი არის რომაელების ორი მცირე შენაერთი დალმაციაში, ხო? კი. მაგათ მივხედავთ და ვასწავლეს ჯგუას. ეხლა რაც შეეხება ასევე მოულოდნელი სიურპრიზი უნდა გავუკეთოთ სციპიონებს ეკაც ქალაქური კოჰორტა დავამატოთ ამას და იქნებიან მეხივით ფეხის ვერავინ მიჭობს ძირში Შეგვიძლია უბრალოდ დრო მოვიგოთ Поселение в осаде, господин! Император! Атаковать врага! Победа! Ходы сделаны, господин! Приказы! Полководец! Император! Вперед! Приказы! Приказы! Вперед! Господин! Полководец! Полководец! სტაქირავებულების ნაგავი ერთად შევკრათ Ходов больше нет, господин! Император! Вперед! Ходы сделаны, господин! Господин!
Русский полководец убит. Теперь ужас поселится в сердцах наших врагов. Это героически. ხო, ეხა აქ რამდენ ნაბიჯში შენდება რომში ყველა შენობას რო ავაშენებ, მე უნდა შეგახედოთ როგორი ლამაზი იქნება მთლიანად ქალაქი, გარდა მავრიწის როგორც შეგვიდით. ხაზინა უკვე ისია გასწორებული და დალაგებული, რომ აქ შანსი აღარ არის რომ მინუსებში გადამიყვანოს. საკმაოდ მაღალი შემოსავალი მაქვს ხოლმე ყოველ ქალაქზე. და კიდე ერთი ეს თამაშები ტოტალვარები საერთოდ მე კიდე რატომ მიყვარს ხოლმე რომ ყველა შეგვიძლია ჩვენ აი მარტივ სირთულეს რომ ჩართო საკუთარ თავს შენ თვითონ დაუსახო რაღაცა ამოცანები და იჩალიჩო იმის შესრულებაზე ანუ სიამოვნება როგორ მიიღოთ თამაშისგან მაგას გეუბნებით მეგობრებო ეხა მე მაგალითად თუნდაც მარტივ სირთულეზე თუნდაც ლეგენდარულ სირთულეზე ყოველთვის რომ ის თქვენი დაკარგული დრო არ იყოს დაკარგული, სხვა საქმეებსაც კარგად მიხედოთ ცხოვრებაში და რაღაც დრო, რა თქმა უნდა, დაუთმოთ ხოლმე ასევე ამს ძალიან კარგ და საყვარელ თამაშებს. შეგიძლიათ ხოლმე ფრაქციას რო აიღებთ რაღაც კონკრეტული აი საზღვრები გაწიოთ და მე დაიცვათ და შეინარჩუნოთ. ან თუნდაც ძალიან ბევრი გენერალი არ გამოიყვანოს და ისე ითამაშოთ. ან თუნდაც გააკეთოთ მარტო სწორება რაღაც კონკრეტულ ერთეულებზე და მარტო ისე ითამაშოთ. და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი ამოცანა შეგიძლიათ საკუთარ თავს დაუსახოთ. და უბრალოდ იჩალიჩოთ ხოლმე მაგის შესრულებაზე. ეხლა აი ამ ქალაქს ავიღებ მე, ლარისას. ამასობაში. აი ეს Зевсис тазар давангриет. Господин! Готовьтесь к бою! Ах, там марсхти хадзалати. Араутиси арапери. Приказы! Полководец! ან შეგიძლიათ უბრალოდ რაღაცა კონკრეტული ფრაქციები განგებდატოვოთ და აღარ დაიპყროთ ან არ გაანადგუროთ და ასე შემდეგ. აი მეორე რომში რაც ყველაზე დავაფასე რომ გამოვიდა თავიდან დავიწყე თამაში იყო ის რომ კარგად დაალაგეს ის დიპლომატია ძალიან გამიხარდა ძალიან მივესალმე და ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის. ახ უკვე დროა ეხა
Приказы? Господин! როგორც ვიზახთის სიპიონებს საჩუქარი გაუკეთოთ. Господин! და გადმოსხდით კარალისზე. Вперед! Готовы поднять паруса! Ставить паруса! Ходов больше нет, господин. აი ეს არწივის კოჰორტა გამოვიყვანოთ რამდენიმე. ერთი გამოვიდა. ამ შემთხვევაში აი ხა კიდე ერთ რაღაცას გეტყვით რა. ეგეც რო ანუ გასწავლოთ. Barbarian Invasion-ისგან განსხვავებით არწივის კოჰორტები, ანუ ლეგიონერები, ადრეული კოჰორტის და გვიანეული კოჰორტის, აი ესეთი ტიპები, აი ესეთი არწივით გამოდიან მარტო რომში. აქ განსაკუთრებული ერთეულებია, განსაკუთრებული მონაცემებით, საერთოდ კარგი მონაცემებით. მოდი ხა ჩვეულებრივ ლეგიონერს შევადაროთ. აქ არის 23-13-5-5-1. ესეც არის ამ შემთხვევაში 23-13-5-5-1. მონაცემი თავდაცვის, ჯავშნის, ფარის ჯანმრთელობის აქვს დაახლოებით 1. ეს ახლო ბრძოლაში 10-14-3, 10-14-3, ეგეც ერთი და იგივეა. ოღონდ აი ჯარისკაცების რაოდენობა ახალი 252 არწივის კოჰორტაში. ერთ კოჰორტაში მთლიანად აქ არის 161. ანუ გაორმაგებულია ფაქტიურად. ამიტომ დაქირავებაც ჯდება ძალიან ძვირი და შენახვის ხარჯებიც არის საკმაოდ ძვირი 310 და 1220. მოკლედ აი ამის მეომრებსაც შეეხება კიდევ ბევრ საინტერესო რაღაცას კი გეტყოდით, მაგრამ უბრალოდ ეხლა დრო აღარ არის თან მეზარება. აგნუმაციის ამოვიდა ესპანეთში. ეგერ ავიღეთ. და გავიმარჯვეთ. ეს მომენტიო ღირსო გადავთვალე. ეს მომენტიო ღირსო ზეიმათო. რომი და იმპერიაო ახმელეცეო თლიან სოფლიოშიო თელფეხებნე თქვენ ფეხებთან არიო და რომის მოქალაქეებიოს უყვარხართო თქვენ აძველი ბრძოლებიო სენატისგანო კიდევ აღარ იქნებაო აღარ შეგაწუხებთ და თქვენი მტრების უსტები არიან გამარჯობა თქვენიაო და დატკბითო და დაიმსახურეთ ეს შესანიშნავია თავრობა რომისო. ეს არის მეგობრებო. ავიღე აქეთ დომის ლულისი გერმანიაში ბოლო საფრთხეებს გასაგები. გალები გავანადგურე, გერმანელები გავანადგურე. იგნუმაციაში რატომღაც არ გამაძარცვია ქალაქი. დარჩა ესე. სპატალოდური გაიზარდა. ხო. რატომღაც არ გამაძარცვინა. ბევრი ფულის აღება შეიძლება. ამილად. ეხლა რასაც შეგვიძლია მაგას შევასრულებ კიდე აუცილებლად. რომში ორი ეს ლიტეინაია და ლუდუსი, დიდი ლუდუსი სასწავლო დაწესებულება დარჩა ასაშენებელი რომში და ეხლა გადავხედოთ ისედაც ქალაქს.
დიდი კოლიზეუმი აგერ. ლამაზი შენობები. გლადიატორების წარმოდგენები, სადაც იმართებოდა ეს ალბათ იმპერატორის ლოჟა და სენატორების. სასახლე იმპერატორის. ეს საკმაოდ დიდია, კოლოსალური. ერთადი ფასადი გარეთ აგერ. ნუ ეს პანთეონი. ყველა ღმერთის სამყოფი ადგილი. ეს ვადაპადი, ქალაქის აკვედუკის განვითარების. ასე ბოლო ის კაზარმები. ბოლო განვითარების. აი აქ ლიტეინაია დამრჩა ასაშენებელი. ეს არის შეიარაღებისთვის. სამჭედლო და ყველაზე დიდი სამჭედლოს ერთი ნაბიჯია მოვითაროების. დამრჩა ასაშენებელი. ეს დიდი კედლები ქალაქს რა თქმა უნდა შემოვლებული აქვს. ეს საინჟინრო კომპლექსი ონაგრების და იმის ბალისტების და სამზადებელი. კიდე აქეთ ხო კურია ანუ ფორუმის და ბაზრის და იმის საბოლოო სახე ყველაზე მაღალი განვითარება. ეს დიდი ცირკი ბოლების მოსაწყობად. ასე შემდეგ ერთ სიტყვით ეს არის რა. ძალიან ლამაზია ალბათ დავეთანხმებით. Да, капитан. ეხლა მე შემიძლია Сойти с кораблей! წავიდე მთლიანი რუკის დახურვაზე და მთლიანი რუკის დახურვა Атаковать врага! რომ დავიწყო და გავაგრძელო მე დამატება მომიწევს ეს 21 სერიაში თუ 22 სერიაში დახური ხო ალბათ Готов больше нет. ნამდვილად მომიწევს კიდე ერთი 22 სერია ეს უმცირეა В атаку! რაც ახლა სიმართლე რო გითხრათ ძალიან მეზარება არ ვიცი დამიწერეთ კომენტარებში რა თუ ბევრი კომენტარი მოგვიჭდება რომ სურველი იქნებით ახლა გავაგზავნებ აბარას ვიყო თუ არა და როგორც გითხარით დავიწყებ ახალ თამაშს რა თქმა უნდა Господин! აქსიპიონებს მალე ამოვართმევ უკვე სულს Ходы кончились, господин! აღმოსავლეთით სააშორს მივაღწიე აგე სადამოქის საზღვარი ის დროა უკვე რო სკვითებთან დავიწყო ერთ სიტყვით ომი რა Приказы! Император! В атаку! Отступать! Ходов больше нет, господин! Приказы! Приказы! მარტივ სიტუაციაზე ჩემთვის ესე ნებანება ვთამაშობ ხოლმე რა პრინციპში ფრაქციას გააჩნია აქაც Атаковать врага! ძალიან სიტუაციაზე ესე ვერ ითამაშებ გამორიცხული ამბავია ეგ იმიტომ რომ Приказы! ზოგიერთი სტარტია საკმაოდ ჯოჯოხეთური ერთ-ერთი პრობლემა ეგეც არის Император! მით უმეტეს თუ არასათამაშო ფრაქციით ვიწყებ თამაშს რომელიც
დეველოპერს არასოდეს არ გაუხსნია, ხო? Атаковать და არც врага! მოუწია თამაშისთვის. მოკლედ მეგობრებო, ეს არის დღევანდელი სერია. დღეისთვის სულ ეს იყო. აგემშვიდობებით.